კოლეჯი, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და ბიზნეს მედია საქართველოს წარმოგიდგენთ. რას გვიყვება დრო? რა გნებავთ? საით მიდივარ, გამაგებინე. შევბრძანდით კუბეში. შევიდე კუბეში. დაგაიგებ. იპოლიტე ხვიჩია შევიდა კუბეში და გაიგო, რომ მატარებელი თბილისის მიმართულებით მიდის. 1872 წელია, 10 ოქტომბერი. ნიკო ნიკოლაძის ქალაქიდან ფოთიდან ტფილისში პირველი მატარებელი შევიდა და რკინიგზის ხაზიც გაიხსნა. სწორედ ეს დღე ითვლება ამიერკავკასიის რკინიგზის დაბადების დღედ. ამის შემდეგ საქართველოში ფართომასშტაბიანი სარკინიგზო მშენებლობა რელსებზე შედგა. პირველად მწყობრში ჩადგა ფოთის, ჭალადიდის, ახალსენაკის, რიონისა და ყვირილას სადგურები. ფოტოებმა შემოგვინახა პირველი ორთქმავალი, ფერლის ტიპის სამეფო ვაგონებით. რკინიგზის გახსნიდან 3 დღეში 13 ოქტომბერს გაზეთი დროება იტყობინება, რომ პირველი კლასის ადგილი ტფილისიდან ფოთამდე 13 მანეთი და 5 კაპიკი ღირდა. მეორე კლასი 9 მანეთი და 79 კაპიკი. მესამე კლასი 5 მანეთი და 44 კაპიკი. მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველო დიდ ცვლილებებში იყო. ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა, ახალი სავაჭრო გზები და ინფრასტრუქტურა იკვეთებოდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ადამიანებისა და საქონლის სწრაფი და საიმედო გადაადგილება ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს შორის, განსაკუთრებით დედაქალაქ თბილისსა და შავი ზღვის პორტ ფოთს შორის. საჭირო იყო გზა, რომელიც დააკავშირებდა აღმოსავლეთს და დასავლეთს, სოფელს და ქალაქს, ადგილობრივ ბაზრებს და მსოფლიო ვაჭრობას. იმ დროისთვის ეს გზა იყო რკინიგზა. 1870-იანი წლებიდან საქართველო ახალ და მნიშვნელოვან რელსებზე შედგა და სიუჟეტში ნიკო ნიკოლაძე შემთხვევით არ გვიხსენებია. რეფორმატორი მეწარმე პუბლიცისტი პოლიტიკოსი 9 ოქტომბერს დაიბადა და სიმბოლურად 10 ოქტომბერს მის სახელთან დაკავშირებული რკინიგზის გაყვანა. ჯერ ფოთიდან თბილისამდე, შემდეგ კი ბაქოდან ბათუმამდე თბილისის გავლით. მისი დაბადების დღის მეორე დღეს ამოიქოქა. ფოთი თბილისის მონაკვეთის დასრულების შემდეგ უკვე დაიწყო ბაქო-თბილისისა და სამტრედია ბათუმის მონაკვეთების მშენებლობაც, რომლის დასრულებამ უზრუნველყო აზერბაიჯანული ნავთობის გადაზიდვა ბათუმამდე. ერთმანეთს დაუკავშირა 3 სამრეწველო ცენტრი. ჭიათურის მარგანეცის მსოფლიო ბაზარზე გასატანად საჭირო გახდა ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობა შორაპანიდან ჭიათურამდე. 1890 წელია. საზეიმოდ გაიხსნა სურამის გვირაბი. ეს იყო რთულად აშენებული, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა, რომელიც აღმოსავლეთს და დასავლეთს სამუდამოდ აკავშირებდა. დროთა განმავლობაში რკინიგზის ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდა. აშენდა კახეთის ხაზი, პეტროვსკის შტო, რომელიც 1900 წელს დაიწყო და საქართველოს რუსეთის რკინიგზასთან დააკავშირა. სარკინიგზო მაგისტრალები დაუკავშირდა საბოლოოდ მთელ რეგიონს. მთელი ეს პროცესი 10 წლეულები მძიმე შრომის, ინოვაციის და რწმენის. დეტალურად არის ასახული იმ დროინდელ ფოტოებს, რომლებიც 600-მდე უნიკალურ კადრს მოიცავს.